მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, როგორც სათაურის და მიხედვით გაიგებდით, დღევანდელი ვიდეო იქნება ძალიან მაგარი ვიდეო, ჩემ ახსენ რას კი დადებულა. ჩემი აზრით იქნება ერთ-ერთი საუკეთესო ვიდეო ქართულ YouTube-ის PUBG Mobile-ის განხრით, ოღონდ რა თქმა უნდა, თორე საუკეთესო ვიდეოების მეტი რა. არ დაილევან რა თქმა უნდა და რატომ არის ეს ვიდეო საუკეთესო, რაც კი დადებულა ჩემ ახსენ. როგორც სათაურით მიხედვით გაიგეთ, ჩემი გრაციერი არის 1 ლეველზე, ამჯერად იმყოფება level 1-ზე და მე ძლივ-ძლივობით, რასაც ქვია, გრაციერი როგორც იცით, მაქვს თუ ვინმეს არ იცოდით, მაქვს 2021 წლიდან, 2021 წელს დავახდით დაახლოებით 10 სექტემბერი იქნებოდა ესე, მახსოვს, გარეთ ვიყავი და სკამზე ვიჯექი და რო დავაგდე გრაციერი, ერთი კრეიტი გავხსენე კლასიკის და რო გრაციერი თან ვღადაობდი, გრაციერი რო დამიგდოს, ძალიან გამიხარდება თქო და ეგრევე გრაციერი დამიგდო. ნუ მოკლედ, მოდი მაგ ისტორიას შევეშვათ. მაქედან მოყოლებული რამდენი ისტორია განამხდა, ხან როიალ პასი ვიყიდე პირველად, ხან რაღაცა და ნენელა რასაც ქვია, წვალებით, იმენა რასაც ქვია წვალებით, ავაგროვე 27 მატერიალი, ანუ იმდენივე მატერიალი, რამდენი ზუსტად საჭიროა, რომ გლაციერი თავიდან ბოლომდე გამაქსო. მგონი ესეთი რაღაც არავის გაუკეთებია, ანუ არ ვიძახი მე მდიდარ ადამიანებს ეგრევე რომ შევლენ ხომ ეგრევე რომ ყიდულები და ეგრევე გამაქსავენ და ეგრე ისა. შეიძლება არსებობენ იუთუბერები, არ ვიცი ახლა რა ვინები იქნებიან. ვისაც ეგეთი რაღაცები აქვს, მაგრამ მგონი საქართველოში, ჩემი აზრით, საქართველოში ვარ პირველი ადამიანი, ვინაც ეს გააკეთა და მოდი გადავიდეთ ვიდეოს მეორე ნაწილში. ეხლა ყველა მეტყვით. ბუწუწ რა ის 27 მატერიალი შენ აკაუნტზე, ინვენტორში გიდევს რაღაც 20 მატერიალი და მართალია თქვენ არ ცდებით, ეხლა ამჯერად მაქვს აკაუნტზე 20 მატერიალი, მაგრამ 20 მატერიალთან ერთად მაქვს 57 ასეწყობი მატერიალი. ეს ჯამში 5 მატერიალს უძღვრის. მაგრამ თქვენ კიდე მეტყვით, 3 მატერიალი გაკლია, რომ კიდე მე-6-ზე გადახვიდე. და რა პრობლემაა, ანუ ჯერ მარტო ერთი გაკლია, ჯამში 25 გამოდის. შედი მატერიალიც გაკლება და ამადას არ შეცით მეგობრებო. ამისთვის უკვე მეორე გეგმა მაქვს. ჯერ ამას შევალთ და ვიყიდით ერთ ცალ მატერიალს, რომელიც აი აქ უნდა იყოს 1800-ში, აი აქვე არის პირდაპირვე. ამას ეგრევე ყიდულობთ, გამოვდივართ და შევდივართ თავიდან ინვენტორში. მაგრამ თქვენ კიდე მერტყვით, ერთი მთლიანი მატერიალი გაკლია, რომ დამაქსო და ასევე ორი პატარა ნაწილი. ამისთვისაც ეს უკვე ვიზრუნე, ეგაც უკვე მოვიფიქრე რა უნდა გავაკეთებ და გადმოვინაცვლოთ აქ, სადაც ვიყიდით კიდევ ერთ მატერიალს. მაგრამ როგორც ხედავთ, ჩვენ კიდე გვაკლია ორი პატარა მატერიალი და სიმართლე რო გითხრათ, აი აქ იწყება უკვე ნამდვილი გემბლინგი, რასაც ქვია. და მოკლედ ეხლა აგიხსნით წესებს რა. როგორც ხედავთ, ეს ღირს 126 ეს ყუთი და აქედან აგდებს ერთ გარანტირებულს და ასევე მეორეს შეიძლება დაგიგდოს, შეიძლება არ დაგიგდოს. შანსები არც ისე ბევრი გვაქვს, რომ დაგვიგდოს, აგერ როგორც ხედავთ, 23% გვაქვს, მაგრამ შესაძლებელია დაგვიგდოს. ნუ ერთს ასულ გავხსნით, ერთს უუჭველი მოგწევს, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ორი. ანუ მეორეს ყიდვა მოგვიწევს თუ არა მოგვია. მოდი ახლა არ დავაყოვნოთ და მალევე გავხსნათ. რადგან უკვე ნერვიულობ, იმედია არ დამჭირდება მეორე 126 სიუსის დახარჯვა და პირველივეზე დამიგდებს. მოდი გთხოვ, კიდე ერთი დამიგდე, გარანტირებულის გარდა კიდე ერთი დამიგდე. დააგდო, შვენიალური ძმებო, ჩვენ უკვე 60 პატარა გვაქვს. ეს კი შეგვიძლია გადავცვალოთ 6 დიდ მატერიალში. 6 დიდი მატერიალი. ეს სკრინშოტია საჭირო აკა. ჯამში გვაქვს 27 მატერიალი. რაც ზუსტად იმდენია, რომ გავაძლიეროთ 1 ლეველიდან 7 ლეველამდე გრაციერი. ძალიან ბევრი ადამიანი მისვლა კითხვას თუ რატო არ აძლიერებ გრაციერს, რატო არ აძლიერებ და აგე მეგობრებო მოვიდა ის დღე, როდესაც გავაძლიერებ გრაციერს. სიმართლე რო გითხრათ, ცოტა არ იყოს და ნერვიულობ, ამდენი ლოდინი, ამდენი წვალება ძლივს მოვიდა და დრო მოვიდა რომ გავმაქსო და მოდი დავიწყოთ და გადავიყვანოთ მეორე ლეველზე. და ესეც ოკეი და ვსო. მეორე ლეველი უკვე მეგობრებო, აი მართლა ძალიან მიხარია, აი ვერ გწამეთ რა ხელა როგორ მიხარია და უკვე მაქვს მესამე ლეველის დროც მოსულა, ანუ მესამე ლეველზეც გადავიყვანოთ. ესეც მესამე ლეველი რას მოძლევს აღარ მახსოვს, გადავიდით. უფრო ლამაზ რაღაცნაირს ხდის, უფრო ლამაზ ხდის რა წინასთან შედარებით. ეს არის პირველი ლეველი, ეს არის მესამე ლეველი. განსხვავება უკვე ცოტა არ იყოს და დაეწყო რაღაც პატარათი მაინც და უკვე გადმოვინაცვლოთ kill message-ს დროც მოვიდა 4 მატერიალი ჭირება ჯამში და გადავიყვანოთ kill message-ზეც მეოთხე ლეველი. ნახეთ უკვე რა ლამაზია ძმა, აი ძალიან მიხარია მართლა. hit effect-ის დროც არის 5 მატერიალი სულ რაღაც და hit effect-ს გადავიყვანთ ახლავე. არის მეხუთე ლეველი hit effect-ი, ძალიან ლამაზი hit effect-ი აქვს და გადავიყვანოთ მეხუთე ლეველზე.
ძალიან ბევრი იტყვის გლაციერი რატო გააძლიერეს, სხვა რამე იარაღიჯობდა, მაგრამ ჩემი აზრით გლაციერი ძალიან დიდ პატივისცემას იმსახურებს და აგერ უკვე საბოლოო ლეველი ფინალ ფორმა. სანამ ლუტ კრეიძე გადავალთ, ულამაზესი, აი ჩემი ერთით საყვარელი ემოთხია და ჯობია გადავიყვანოთ უკვე მეექვსე ლეველზე. მეგობრებო, იმენა ვიდეო არის დასალაიქებელი. თუ ბევრი გამოხმაურება მოყვება ამ ვიდეოს, სურპრიზი გელოდებათ ბოლოს ვიდეოს და მოდი ლუტ კრეიძეც ავიყვანოთ. ვახ, რა უნდა თქმა, ლუტ კრეიძს რატო არ მაყვანებს? აი, გადავიყვანოთ. So, იმენა, რასაც გვია ამ ვიდეოს ჩაწერას ძალიან დიდი წლები ველოდი და როგორც ხედავთ უკვე გლაციერი გახდა მითიკი, ლეგენდარის მაგივრად და აგერ ისინიც უნდა გავაძლიერონ ლამაზე ცალკე ვიდეოს გადავიღებ სავარაუდოდ, მაგრამ ძალიან ბევრი მირჩევს რომ გადაიყვანე 3x გააძლიერეო, 3x კიდევ სულ რაღაც 600-უსათო და აგერ ბარემ 600-უსით დავხარჯოთ, ფიქრობ მოიცადე ხო 3x 600 რავი დიდი არაფერია 3x-ისთვის და მოდი გავაძლიეროთ რა, იმიტომ რომ 3x ყველაზე ხშირად ხო რომ გონია მოხზე 3x და რედოტი. ესაც ვიყიდეთ და მოდი ახლა შევაფასოთ სკინებზე როგორ გამოჩნდება. ამას შეხედეთ ძმებო, იმენა ბრწყინავს გლაციერი, წინასთან შედარებით ბრწყინავს, რასაც გვია რამდჯერა. ნუ ესეც შემდგომი სკინი, გლაციერის სკინი თვითონ ჩავიცვი კონკრეტულად გლაციერისთვის, რომელიც არის ულამაზესი, აი ძალიან ლამაზი სკინია. როგორც ხედავთ, აი ესე ჩანს რომ გავადიდოთ, დავაპატარავთ უფრო სწორად და შემდეგი სკინი, გოსტ სკინი, რომელიც ძალიან მიყვარდა ეს სკინიც, ეხაც მიყვარს რა თქმა უნდა, ძალიან ლამაზი სკინია, ძალიან უხდება. მესამე სკინი იქნება ესეთი სკინი, რომელიც ესაც თეთრია და ძალიან უხდება და რავი მეგობრებო, ჩემი აზრით ჯამში სულ ეს იყო, თხოვნა იქნება დაალაიქოთ ვიდეო, გამოიწეროთ არხი, დააფასოთ ეს შრომა და ასევე მეგობრებო, ამ ვიდეოს თუ ძალიან ბევრი ლაიქი აუგროვდება, ბევრი ნახვა მოკლე დროში, აუცილებლად გავაკეთებ გათამაშებას, უკვე ძალიან ბევრი ვიდეო შევახსენე, მაგრამ საჭირო ამისთვის შემოხვიდეთ ჩემ დისკორდში, რადგანაც დისკორდში თუ ვერ შემოხვალთ გათამაშებაში მონაწილეობას ვერ მიიღებთ, დისკორდში რო შემოხვიდეთ, ძალიან მარტივია უბრალოდ. ჩაიხედეთ ამ არხის აღწერაში, იქვე იქნება ლინკი მითითებული და თუ ის ლინკი არ მუშაობს, უბრალოდ გადადით ჩემ არხზე, ან უბრალოდ ჩემი არხის სახეს დააჭერეთ ან სურათს, ეგრევე გადაგიყვანთ და იქვე წერია არხის დისკორდი. ეს ძალიან მარტივია მეგობრებო, აგერ როგორც ფოტოშია გამოსახული და რავი, ჩემი აზრით ძალიან მშვენიერი ვიდეო გამოვიდა ჯამში. გლაციერის განხილვა კონკრეტული სხვადასხვა ვიდეოებში გადავიღებ, არ მინდა ყველაფერი ერთ დროს გადავიღო და რავი მეგობრებო, თავს აღარ მოგაბეზრებთ, არ დაგავიწყეთ დისკორდი არხის შემოსვლაზე, რომ დისკორდზე შემოხვიდეთ, რადგან მონაწილეობა მიღოთ გათამაშებაში და არ დაგავიწყეთ ვიდეოს დალაიქება, ავიდეთ ისევ თავიდან რასაც გამოწერა, რაც მიზეზების გამო ჩამოვარდით, იმედია 10,000-ზე წავალთ ამ წელს და რავი მეგობრებო, მომავალ შეხვედრამდე, ნახვამდის.